მოგესალმებით, თეკლა გოგავა, სოცმედიის დამოუკიდებელი ჟურნალისტი, კითხვა მექნება ესეთი. საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის პროექტზე მინდა კითხვა დავსვა ეკონომიკის კუთხით. თქვენ ბატონმა ელჩმა აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ნაწილიც და კავკასიის ტერიტორია ევროპასთან დასაკავშირებელი გზის კუთხით. თუ არსებობს თქვენი ქვეყნის მხრიდან წარმოჩენა საერთოდ იმის აზრი, რომ საქართველოს შეიძლება დარჩეს ამ დერეფნის მიღმა და რას აკეთებს თქვენი მხარე იმისთვის, რომ საქართველო აქტუალურად იყოს ამ ნაწილში ჩართული ეკონომიკური კუთხით, შუა დერეფნის ნაწილში. შუა დერეფანი და შესაძლოა საქართველო დარჩეს ამ მიღმა თუ შეიძლება რომ დარჩეს თუ განიხილება საერთოდ ეს ნაწილი. Generally, şeriklerin kendisi. Hani tekrar bugava, mesela karşınası yani havale göre müstakile mesela çizer, medyaya eşitmeyi. Evet, bu tavcılığı ki generally şeriklerin ki iyi kafası Gürcistan da böyle mesela kumsatsa, yani da bir masiri بود که ایران از طریق این مسیر با اروپا به صورت ارتباط داشت. الان نقش گرجستان هم که در کریدورهای مختلف به ویژه در کریدور میانی خیلی مثلا برجسته است. آیا امکان مثلا احتمال این وجود داره که گرجستان از این کریدور میانی حذف بشه و ایران چه تلاشی خواهد کرد که از همین مسیر گرجستان برای باز مثلا ارتباط با اروپا استفاده کنه؟ نه فقط ارتباط با اروپا خانم کوکاوا، بلکه ارتباط با روسیه. یعنی ما امیدوار هستیم که گرجستان نه فقط کریدور میانی بلکه کریدور شمال و جنوب هم باشه. საქართველოს აქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი და საქართველოს შეუძლია იყოს ირანის დამაკავშირებელი არა მარტო ევროპასთან, არამედ იგივე რუსეთთანაც, ხო? გარდა ამ შუა დერეფნის გარდა არის ჩრდილოეთ სამხრეთის დერეფანიც. گرجستان ظرفیت خیلی بیشتری از این داره که امروز به لحاظ ترانزیت داره استفاده میکنه. საქართველოს აქვს ძალიან დიდი მძლავრი რესურსები და შესაძლებლობები, რომ უფრო მეტად გამოიყენოს თავისი სატრანზიტო პოტენციალი. من اشاره به مشکلات تجارت دریایی کردم. امروز راههای زمینی و کریدورهای زمینی یکی از مهمترین نقاط گره‌های استراتژیک هستند در اقتصاد جهانی. ძალიან აღნიშნე ის სირკულე, რაც გვექნება საზღვაო გადაზიდვებს, რომ აქედან გამომდინარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სახმელეთო გადაზიდვები და თითოეულ კორიდორს უკვე თავისი, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ფუნქცია ექნება. گرجستان تقاطع جاده ابریشم و جاده ادویه یا جاده فلفل هند هستش. یعنی یک طرفش چینه، یک طرفش هنده، یک طرفش اروپاست، یک طرفش روسیه است. საქართველო არის ერთგვარი გადაკვეთის წერტილი ისტორიული აბრეშუმის გზის და ასევე ისტორიული სუნელების გზა, ასე ვთქვათ, სუნელები, ინდოეთიდან მომავალი, ასე ვთქვათ, მარშრუტი, რაც არსებობდა. اخیراً در سن پترزبورگ نشست اقتصادی بود و دو تا متخصص از گرجستان در اونجا بحث میکردن در مجموعه همون گفتگوهای 3 به اضافه 3 ولی با رویکرد اقتصادی. این به من پیام خوبیه. ما باید کمک کنیم که اقتصاد منطقه‌ای فارغ از مشکلات سیاسی پیشرفت بکنه و بتواند مسائل سیاسی رو حل بکنه. მე როგორც ვიცი, ამასინათ იყო რაღაც სანქტ-პეტერბურგში, რაღაც ფორუმი და იქ განიხილებოდა იგივე სამსხვილოსავი ფორმატის საკითხი და თუ არცები საქართველოდანაც არაოფიციალური სტატუსით იყო მონაწილე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძირითადი აქცენტი, როდესაც ასე ვთქვათ, არის გარკვეული უთანხმოებები ქვეყნებს შორის, გარკვეული ასე ვთქვათ და კონფლიქტები, ძირითადი აქცენტი ამ ეტაპზე უნდა გაკეთდეს ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ეკონომიკური ინტეგრაციაზე და სწორედ ეს ეკონომიკური ინტეგრაცია მიგვიყვანს საბოლოოდ ამ პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრას. یک قفقاز موفق با مرزهای ملی هر سه کشور که بتوانند از ظرفیت خاکشون، جمعیتشون، اقتصادشون و جغرافیاشون استفاده کنند میتواند برای ایران، ترکیه و روسیه یک نقطه
با ارزش تلقی بشه. بخاطر ارتیانی کاوکاسیا، موسابتو کاوکاسیا، თავისი სამი ძირითად ქვეყნით, ურღვევის საზღვრებით და თავიანთი მზარდი და დიდარი რესურსებით ძალიან მიმზიდველი იქნება როგორც ირანისთვის, ასევე თურქეთისთვის და ასევე რუსეთისთვის. لذا ما به ثبات آذربایجان، ثبات ارمنستان و ثبات گرجستان به قلمرو آذربایجان، ارمنستان و گرجستان به یکسان نگاه میکنیم. مثلا چون ერთნაირი ხედვით უყურებთ როგორც საქართველოს, ასე სომხეთის და ასე აზერბაიჯანის სტაბილურობას და განვითარებას. ما باید از تاریخ گذشته عبور کنیم و بتوانیم یک فصل تازه‌ای رو ترسیم بکنیم، فصلی که در اون تضمین بشه که فرزندان ما از طریق ارتباطات سازنده، از طریق تبادل تجاری و اقتصادی میتونن زندگی مرفه‌تری رو داشته باشن. გარკვეულწილად ისტორიული, ასე ვთქვათ, ჩარჩოებიდან და გამოვიდეთ და უნდა ვიყოთ ორიენტირებულები მომავალი, რომელიც უკეთეს ცხოვრებას და პირობებს მოუტანს ჩვენს შვილებს და ჩვენს მომავალს. 3 ماه آینده ما با مشکل انرژی روبرو هستیم. სამი თვის შემდეგ სერიოზული ენერგო პრობლემები იქნება მსოფლიოში. تنگه هرمز بسته است. هرمز روته موږ تخوریم. تصور کنید که اگر از این فرصت استفاده می‌کردیم و امکان سواپ گازی از ترکمنستان و از طریق ایران رو و ارمنستان به دریای سیاه در گرجستان فراهم می‌کردیم، امروز اروپا بود که ادبیاتش در رابطه با گرجستان واقع‌بینانه‌تر بیان می‌شد. სიტყვაზე თავის დროზე რო განხორციელებული იყო პროექტი თურქმენული გაზის სოფის პრინციპით ევროპაში გატანა. ნუ ამ სქემაში ჩართული იყო ირანი, სომხეთი, საქართველო. ეს პროექტი რო თავის დროზე განხორციელებული იყო, დღეს ევროპისა და ევროკავშირის ტონი საქართველოს მიმართ იქნებოდა სულ სხვანაირი. من معتقدم فرصت‌ها رو نباید از دست بدیم. მე ვფიქრობ, რომ შესაძლებლობები ყოველთვის უნდა იყოს თავის დროზე გამოყენებული და შესაძლებლობების ხელიდან გაშვება არის ძალიან ასე ვთქვათ წამებია. سیاست زدم نشیم و در برابر اطلاعاتی که امثال هاتسون و دیگران ارائه میکنند راستی آزمایی کنیم. არ უნდა ვიყოთ ასე ვთქვათ, არ უნდა მოვახდინოთ ძალიან ბევრი საკითხის პოლიტიზირება და ყოველთვის გადავამოწმოთ ისეთი ინფორმაციები, ისეთი ანგარიშები, რომლებსაც აქვეყნებენ ჰატსონის მსგავსი ასე ვთქვათ ორგანიზაციები თუ ცენტრები. მადლობა.